ადამიანის უფლებები საქართველოში მომავლის გეგმები ასეთი სახელწოდებით ორგანიზებულია საქართველოს მთავრობის ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის და ადამიანის უფლებებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ერთობლივად. მე რამდენადაც თუ არ მეშლება ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ შეკრებილი არის ხელისუფლების მხრიდან ასეთი მაღალი წარმომადგენლობა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ყველაზე ნათელი დეკლარირება პოლიტიკური ნების ამ სფეროში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს კონსტიტუციურ და სამართლებრივ და ადამიანის უფლებების საკითხებში ბატონ თომას ჰამერბერგს, რომელიც ზუსტად 2 წუთში შემოგვიერთდება და ასევე მინდა რომ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი ღონისძიება და დღის წესრიგის მიხედვით მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოგმართოს ადამიანის უფლებებისთან დაკავშირებით მისი პოზიციის და ზოგადად საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების თაობაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონებო. სურპასო სტუმრებო. უპირველეს ყოვლისა მე მინდა მთელ საქართველოს ჩვენს ხალხს მივულოცო დიდი წინსვლა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. პარაფირებული ასოცირების შეთანხმება. ეს ნამდვილად ისტორიული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს საქართველოში ახალი რეალობა გვაქვს. და ამ საქმეში უზარმაზარი დამსახურება ევროკავშირსა და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მიუძღვით. ჩვენი მეგობარი ბატონი თომასი შემოგვიერთდა. ალბათ სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი საჯარო შეხვედრა ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ იგი მთავრობის სამომავლო გეგმებს ეხება სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ასევე სიმბოლურია, რომ და ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვილნიუსში გაიმართა. სადაც უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის. მეგობრებო, დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახალი ხელისუფლებისთვის გაწეული დახმარება, რომელიც ჩვენმა მეგობარმა აღმოგვიჩინა ამ ერთ წლის განმავლობაში. საქართველოს სრულიად უცხო და მძიმე კოჰაბიტაციის ვითარებაში. სწორედ ამიტომ პირველ რიგში საქართველოს მთავრობის სახელით მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და განსაკუთრებით ბატონ თომას ჰამერბერგს. აგრეთვე გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, გაუმჯობესების და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში. ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო მოგეხსენებათ. სწორედ წინა ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელმაც ბევრი რამ შეიწირა. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ადამიანის უფლებები შეიწირა. სოფლიო შეძრა პატიმრების წამების კადრებმა და ეს იყო დანაშაული, რომელიც თავად წინა ხელისუფლებამ სისტემურ ჩავარდნად აღიარა. განსაკუთრებულ სტატისტიკით ხდებოდა საკუთრების წართმევა. მიმდინარეობდა ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალური კონტროლი. ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა ნაციონალურ მაუწყებლებს. არჩევნების დროს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ და აშენებდნენ მოსახლეობას. სასამართლო იღებდა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში იყო უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელთან გამკლავებაც დღესაც ყველაზე რთულ ამოცანად რჩება. ეს არის მოკლედ ის მძიმე სურათი და ვითარება, რომელიც ჩვენ დაახლოებით 1 წლის წინ დახვდა. აი ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ და ერთი ხელის მოსმით ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გაცილებით იმაზე მეტ პროგრესს მივახციეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო. ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი წნეხისგან.
მედია საშუალებები თავისუფლად მუშაობენ. არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომელიც მიმართად საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ მის ხელისუფლების რუპორია. თლიანად ავკვეთეთ წამება და ადამიანურ მოპყრობა ციხეებში, საკუთრება არის დაცული. უბრძგდებით პირადი ცხოვრების უფლებას და ამის დასტური ის, რომ რამდენიმე თვის წინ უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით საჯაროდ იქნა განადგურებული 1000-ობით საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სხვა ადამიანების დაშინებას ემსახურებოდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინეთ საქართველოში. ჩვენი ხელისუფლება ძალას არ იშურებს, რათა დაამკვიდროს განცდა იმისა, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არის ხალხის წინაშე პირველ რიგში. სახელმწიფო პოლიტიკა გახდა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული. დაიწყო მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვის, სოციალური განათლების სფეროებში. და ბოლოს ჩვენ ჩავატარეთ უპრეცედენტო დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი რთული და ნაყოფიერი წელი. ეს ნამდვილად იყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, გამყარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული წელი. და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს უდიდეს დახმარება გაუწია ბატონმა თომას ამერბერგმა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ბატონი ამერბერგი ევროკავშირმა მოავლინა მმართველი კოალიციის ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი თხოვნით. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში და ადგილზე ეცნობოდა ვითარებას. ბატონმა ამერბერგმა სექტემბერში გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად აღწერა თუ რა დინამიკით ვითარდებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რა პრობლემები იყო, რა გამოწვევები, რა სუსტი ადგილები, რა მდგომარეობა ახლა და რა გზა გვრჩება გასავლელი იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებს. იმისათვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ. ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვჭირდება. მე მინდა დაგარწმუნდეთ, რომ ჩვენს გულს აქვს პოლიტიკური ნება, იმისათვის, რომ ეს ამოცანა რეალურად გადავჭრეთ. ჩვენი ამოცანა ევროპული სახელმწიფოს აშენება, რაც პირველ რიგში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას გულისხმობს. ჩვენ მივისწრაფვით ევროპისაკენ არა მარტო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობა uvizო რეჟიმი გვიზიდავს. არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროპისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი. აღარაფერს ვამბობ იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ოდითგანვე გვაკავშირებს ევროპასთან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის რთული პროცესი, უნდა ჩავატაროთ რეფორმები და ამ რეფორმებმა შეუქცევადმა გახადოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მედიის თავისუფლება და მის სარედაქციო პოლიტიკის შეუერთება. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ სოციალურ პირობებში ცხოვრება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაამკვიდროს ხელისუფლების გამჭვირვალე მუშაობა და რეალური ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის დემოკრატიული ინსტიტუტების ძირეული მოდერნიზაცია და რეალურად გამჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს სახელმწიფო შენობების ფასადურ გამჭვირვალობას, სადაც უმძიმეს დანაშაულები გეგმებოდა და ხორციელდებოდა სამწუხაროდ. ეს გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. განურჩევად მისი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური კუთვნილებისა. სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად და რა ვადებში მოხდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება. თავად ამ გეგმის შედგენის პროცესიც იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული. ჩვენ ამას ვაკეთებთ უცხოელ მეგობრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები. კიდევ ერთხელ მე მინდა
დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ თომას ამერბერგს. ყველა ჩვენს მეგობარს ამ დიდ საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ თქვენი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან სწორედ ეს ერთი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი ევროპული ღირებულების დამკვიდრებისა და ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ყველას, ვინც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანა, ევროკავშირის წარმომადგენლობას, გაეროს წარმომადგენლობას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობას, ვინაიდან ამ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა და მეც უერთდები იმ განცხადებას, იმ ნათქვამს, რომ დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია და სიმბოლურია. როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ პრემიერ-მინისტრის რანგში, ბატონი ირაკლი სწორედ ამ ღონისძიებას ესწრება პირველად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვის მოვლენა. ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას ქვია ადამიანის უფლებები საქართველოში მომავლის გეგმები. და ბუნებრივია ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ და მომავალში რა ასპირდება მთავრობა ადამიანის უფლებების სფეროში საკუთარ მოქალაქეებს და პარტნიორებს ევროპაში თუ ევროპის მიღმა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ახალი ხელისუფლების. 25 წლის წინ ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფი შევიკრიბეთ და დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის მოდელზე დავიწყეთ ფიქრი. და მახსოვს მაშინ მქონდა ასეთი დამოკიდებულება. ყველას, ვინც დამოუკიდებელ საქართველოზე ვფიქრობდით, რომ კონსტიტუციაში ხო მოვალეობები უნდა ეწეროს მოქალაქის. და რაშუაში ადამიანის უფლებები, რომელსაც რაღაც ყური მოვკარით, სადღაც ამოვიკითხეთ წიგნებში და თავისთავად კონცეფცია ვერ გავიგეთ და ვერ ჩავწვდით. იმიტომ რომ კონსტიტუცია მანამდე იყო ადამიანის მოვალეობების ჩამონათვალი და მოვალეობების ოცნებად ამსახველი მოვლენა. სამწუხაროდ 25 წელი გავიდა მას შემდეგ და ამ წლების განმავლობაში ჩვენ ისევ და ისევ ამ კონცეფციის ტყვეობაში ვრჩებოდით. და ადამიანის უფლებები რჩებოდა ხელისუფლებისთვის რაღაცეთ აუცილებელ ბოროტებად, რომელზეც საუბარი აუცილებელია, რომელზეც კონფერენციების ჩატარება აუცილებელია, რომელზეც ანგარიშების გაგზავნა ევროსაბჭოში და სხვა სტრუქტურებში აუცილებელია. მაგრამ სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში, ხელისუფლებები ცხოვრობდნენ სხვა პრიორიტეტებით. იმიტომ რომ იყო ასეთი განწყობა და განცდა, რომ ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია. სტაჟიან დამკვირვებლებს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გახსოვთ ეს ლოზუნგი 80-იან წლების, 90-იან წლების დასაწყისი. ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია. სალმე იყვან ამ ლოზუნგმა ის ხელისუფლება გვახსოვს კარგად. მერე მოვიდა სხვა ხელისუფლება, რომელმაც დასვა ამოცანად ჯერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჯერ სახელმწიფოს ფორმირება და მერე ადამიანის უფლებები, მერე თვითმმართველობა, მერე ადამიანის დაცულობა და აღმოჩნდით იქ, სადაც აღმოჩნდით. ვარდების რევოლუციის შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ჯერ სახელმწიფო იყო შესაქმნელი და მოდერნიზაცია ნიშნავდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და მერე მოუბრუნდებოდით დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს. რითი დასრულდა ეს ყველაფერი, ასევე ვნახეთ. ასე რომ ჩვენ დღევანდელი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკმარისზე მეტი საკუთარი მწარე გამოცდილება დაგვიგროვდა იმისთვის, რომ აღარ დაუშვათ მსგავსი შეცდომა. და რეალურად დავიჯეროთ, რეალურად გავიაზროთ და გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს რამე სხვა, რის გამოც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვამ უნდა მოიცადოს. იმიტომ რომ ისევ და ისევ სახელმწიფო გამტკიცდეს, ეკონომიკა წინ წავიდეს, ტერიტორიულ მთლიანობას მოევლოს, სხვა პრობლემები მოგვარდეს უსაფრთხოების. და მოდი ამის შემდეგ დავუშვათ რეალური უფლებები, რეალური თავისუფლებები.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შეცდომას ჩვენ აღარ დავუშვებთ და გავიაზრებთ, რომ თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ დღევანდელი ევროპა ეს სწორედ ადამიანის უფლებებია. და თუ ევროპა არის ჩვენი ორიენტირი და მოგწონს ის, როგორც ევროპა ცხოვრობს, რაც ევროპაში ხდება, ცხოვრების დონიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით დამთავრებული, ეს არის შედეგი ზუსტად იმისა, რაზეც ბატონი პრემიერ-მინისტრი ბრძანებდა, რომ ადამიანი არის ცენტრალური ღირებულება და შესაბამისად ადამიანის უფლებებით არის შეზღუდული ყველა ხელისუფლება, ყველა ხელისუფალი, ყველა დონის, ყველა შტოს, ყველა მიმართულების. მე მგონი დროა ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ვაქციოთ რეალობად საქართველოში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სერიოზული დახმარება და მე მინდა შეუერთდე მადლობის სიტყვებს ბატონ თომას ჰამერბერგის მიმართ და მისი სახით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დაუღალავად შრომობდა საქართველოში იმისთვის, რომ დამკვიდრებულიყო ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებების და ჩვენ გაურკვეულიყავით აი ამ ძალიან სერიოზულ საკითხში. თუ როგორ დავძლიოთ პოსტსაბჭოური ეპოქა და როგორ გავიაზროთ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს თითოეული ადამიანის სამსახურში და მხოლოდ მაშინ შესაძლებელია დავინახოთ წარმატებული ქვეყანა, წარმატებული ადამიანები. ჩვენ ხელისუფლებას გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. დღევანდელი ღონისძიება მე მინდა დავინახოთ როგორც ერთ-ერთი საწყისი ღონისძიება, იმიტომ რომ განვლილი 1 წელი საპარლამენტო არჩევნებიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო გარკვეული სირთულეების წელი, მოდი მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ის სირთულეები დასრულდა, რაც კოჰაბიტაციის პერიოდს უკავშირდებოდა. ამიტომ დღეიდან არ დარჩა არც ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე, აღმასრულებელ დონეზე, სასამართლო დონეზე არ დაიცვას ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტები ადამიანის უფლებების. მაგრამ ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება დახმარება. გვჭირდება დახმარება, იმიტომ რომ მაგალითად სამართალდამცავ ორგანოებში თუ კვალიფიციური კადრები არ იქნა მომზადებული, თუ მათ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები არ ექნათ ხელში, მაშინ მათ გაუჭირდებათ თავისი ამოცანის ისე შესრულება, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვას. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ სოციალურად ყველაზე უფრო დაუცველი თანამოქალაქეების უზრუნველყოფა ელემენტარული საარსებო პირობებით, მაშინ საუბარი მათ პოლიტიკურ უფლებებზე და თავისუფლებებზე ეს იქნება კეკლუცობა და მეტი არაფერი. ამიტომ მთავრობას აქვს გარკვეული ჩანაფიქრები, მე თავს შევიკავებ ამაზე ეხლა უფრო კონკრეტულად საუბრისგან, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კონდეს ძალიან კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები. რას დავპირდებით საზოგადოებას 1 წლის განმავლობაში და რას შევასრულებთ ამ მიმართულებით. მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები გააგრძელებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც ეს არაერთხელ გვითქვამს, დახმარება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ძალიან კაცრ მონიტორინგს და ჩვენ თავად ვთხოვთ ყველას. არ დაუშვათ ის შეცდომა, რაც დაუშვით პატივცემულო მეგობრებო, მე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავ 2003-4 წლებში. როდესაც არასწორად ჩათვალეთ, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა უკვე დაადგა სწორ გზას და აღარ იყო აუცილებელი სათანადო ყურადღების გამოჩენა, სათანადო რესურსების დახარჯვა იმ მიმართულებით, რომ მედია
არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა ინსტიტუტები სათანადოდ განვითარებულიყვნენ. ჩვენ ეს დახმარება გვჭირდება ხელისუფლებასაც და არასამთავრობო წრეებსაც. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ამ მძიმე საქმისთვის და იმედი გვაქვს თქვენი დახმარების. დიდი მადლობა.